ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ტრაგიკომედიად უკვე შეფასდა, შეკრება კი ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილს ეძღვნებოდა. შეხვედრაზე არ მივიდა ნანუკა ჟორჟოლიანი, პოლიცსაბჭოსგან განსხვავებით კი ყრილობაზე გამოცხადდა თინა ბოკუჩავა, რომელიც ბორცს გაემიჯნა. ყრილობისა და ნაციონალურ მოძრაობაში არსებული დაპირისპირების შესახებ მაგუნა აბულაძე კი ამბობდა. მე მინდა მივესალმო ადამიანს, რომელიც არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არქიტექტორი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელს და უპირობო ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს მინდა მივესალმო. ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილს ვერც ამჯერად გასცდა. რიგით მე-13 ყრილობაზე მხარდამჭერები ფაქტობრივად მხოლოდ სააკაშვილზე სალაპარაკოდ დაპატიჟეს. მადლობა. არ დააყოვნა სააკაშვილის აუდიო გზავნილმაც, ნაცმოძრაობის ლიდერი რეფორმებს ისევ ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად აანონსებს, რომელიც ამ ყრილობას საერთოდ არ ესწრებოდა. იქნება რეფორმატორთა საბჭო ჩემი და ნანუკა ჟორჟოლიანის მონაწილეობით. ის მოამზადებს რეფორმატორ პაკეტს და 6 თვეში ჩვენ მათ დავამტკიცებთ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ ის ნაწილი, რომელიც აუდიო ჩანაწერში ვერ მოხვდა, რა თქმა უნდა. სააკაშვილის აუდიო გზავნილი საკმარისი არ აღმოჩნდა. ვრცელი წერილი უკვე პეტრე ცისკარიშვილმა წაიკითხა. გაუძელი წამებას, მოწამვლას, ორმხრივ ლანძღვასა და შეურაცხყოფას. ყრილობაზე გამომსვლელი ნაციონალების გზავნილი მხარდამჭერებისთვის იმის შეხსენება იყო, რომ მთავარი ყოველთვის და ყველგან სააკაშვილია. ამ ბრძოლაში არის მიხეილ სააკაშვილი. ის არის მთავარი. სააკაშვილის წერილის შემდეგ იყო ხაბეიშვილის. ამ წერილის საკითხვა ლაშა ფარულოვას მოუწია. ხაბეიშვილმა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ გზაზე დაწერა, რომელიც არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძეს, არამედ იესოს გზას შეადარა. ჩვენ არჩეული გვაქვს დავით აღმაშენებლის, თამარის, ილია ჭავჭავაძის, ამბროსი ხელაიას, იესოს გზა. ირაკლი პავლენიშვილმა კი შეურაცხყოფის გზა აირჩია. მან შეურაცხყოფა მიაყენა ყველას გარდა ნაცმოძრაობის მხარდამჭერებისა. დროებითი მმართველი საბჭოს ახლად არჩეულ თავმჯდომარეს ზედმეტი ამბიციებიც აქვს. პავლენიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებას აანონსებს. მათ ხარეს არიან კოლაბორანტები და შეცდომაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ დიახაც გვაქვს იმის საშუალება, რომ დავბრუნდეთ ხელისუფლებაში. მე-13 ყრილობამ ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველობის საბჭოს ბორდი აირჩია. ამ ბორდს ეყოლება დროებითი ხელმძღვანელიც. ამ პროცესმა კი დაპირისპირება კიდევ ერთხელ გამოკვეთა. თინა ბოკუჩავა ბორდის წევრობას გაემიჯნა. ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ უარი განაცხადა მმართველ საბჭოში საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე. სიმართლე გითხრათ, რას ემსახურებოდა ეს წარდგენა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ წინსწრებად მქონდა კომუნიკაცია, რომ ჩემი სურვილით მე არ ვიქნებოდი ამ დროებითი მართვის ორგანოს წევრი. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ის რაც ახლა ნაციონალური მოძრაობის თავს ხდება ტრაგიკომედია ღრმა კრიზისის ფონზე მორიგი სპექტაკლი მათი თქმით ერთ მიზანს ემსახურება დამკვეთებისთვის თავის მოწონებას. ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხრობა, რა ყრილობაზეა ლაპარაკი, ნაცმოძრაობას პოლიტიკური თვალსაზრისით მართლაც მთელი ქვეყანა ხედავს, რომ საბოლოო დღეები დათვლილი აქვს. პარტიის შიგნით არის როგორც პიროვნული დაპირისპირებების და პიროვნული ეგოების, ასე ვთქვათ, ჯახი, ამავდროულად არის სისტემური პოლიტიკური და სისტემური ფუნქციონალური კრიზისი. ყრილობას ჰყავდა საპატიო სტუმრებიც, მათ შორის იყვნენ გიული ალასანია, ანი ნადარეიშვილი და მარიზი კობახიძე.